კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში, გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, MyVideo.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ჩვენი მეგობარი შემოგვიერთდა არაჩვეულებრივი ფესტივალის ორგანიზატორი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ნატახტარში. დღეს ვისაუბრებთ ზუსტად ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ნატახტარი ნამდვილ ზღაპრულ სივრცედ აქცია, როგორ გაჩნდა ზამბახების ფესტივალის შექმნის იდეა და რატომ შეირჩა სწორედ ნატახტარის ლოკაცია ამ ფესტივალის მასპინძლად. ამას გავარკვევთ ჩვენ სტუმართან ერთად. ორგანიზატორი თამარ ხონელიძე არის სტუდიაში. თამარ, მოგესალმები, მიხარია შენი ხილვა და მიხარია რომ როგორც ყოველთვის დღესაც ხარ გადასარევი ამბით ჩვენ სტუდიაში. კი ბატონო, დიდი მადლობა თათო მოწვევისათვის. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა რომ ეს ფესტივალი ჩატარებულიყო. რეალურად მართლა არ ველოდით ამ შედეგებს. რეალურად ეს იყო ისეთი ზეიმი და იმდენი ადამიანი მოიზიდა, აქ არ იყო მხოლოდ მოყვარულები ან კოლექციონერები, ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთაც უცებ აღმოაჩინეს, რომ უიმე ზამბახი სულაც არ არის მხოლოდ ლურჯი ფერის და აი ასეთი საოცარი ფერთა გამა აქვს და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე ვთქვათ, ეხლა ამ წუთას რამდენი ზამბახი არის ჩემს ბაღში რეალურად. და რეალურად მართლა ბევრი ზამბახი ახლა 150 და 200 ჯიში, როდესაც გაგწვერიან ზამბახებზეა საუბარი, მე ვთვლი რომ მაქვს პრინციპში პრეტენზია იმაზე, რომ საქართველოში თუ არა, ამიერკავკასიაში თუ არა, საქართველოში მაინც ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციის ავტორი ვარ, თუმცა ჩემთან ერთად არიან ადამიანები, სადღაც 10-მდე ადამიანი, რომელთაც არანაკლები კოლექცია აქვს და ზუსტად ეს ადამიანები შევიკრიბეთ პირველად მხოლოდ კოლექციონერები ვიყავით, შეკრებილები ჩემთან და გადავწყვიტეთ რომ მოდი რა იქნება რომ გავაკეთოთ ზამბახების ფესტივალი. რატომ გაჩნდა საერთოდ ეს იდეა? დათო, აქვე მინდა გითხრა რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, რეალურად საქართველო ეს გახლავთ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთი ადგილი, რომელიც არის გამორჩეულად ზამბახების ევოლუციის სამშობლო. რას გულისხმობ ამაში? არსად დედამიწის ზურგზე აი ესეთ პატარა მოცუცქნულ ტერიტორიაზე არ იზრდება იმდენი ენდემური ზამბახი, როგორიც რამდენიც საქართველოში 12 ენდემურ ზამბახზეა საუბარი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გახლავთ ირის იბერიკა, რომელზეც საუბარი არ მომწყინდება თუ შემეჩერებ, რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრს ვისაუბრებ ამ თემაზე და შეუძლებელია რომ აი ასეთი ზამბახების და აი ესეთი ბუნებრივი თუ კულტურული მემკვიდრეობის სამშობლოში ჩვენ არ გვქონდა ზამბახების ფესტივალი და აი ჩვენც მოყვარულებმა გადავწყვიტეთ რომ ჩვენი სიტყვა, ჩვენი სათქმელი გვეთქვა ამ სფეროში. ზამბახებზე ჩვენ გუშინაც ვისაუბრეთ დილის ეთერში და დღეს მინდა ეხა გითხრა ფესტივალის ნაწილზე. ხა ჩვენი მსმენელი და მაყურებელი მით უმეტეს ერთგული შენ კარგად გიცნობს და იცის შენი ეს არ ვიცი გატაცება, ჰობია და ახლა უკვე ალბათ პროფესიაც, მაგრამ ერთია ვთქვათ გააკეთო საქმე და მეორე მისია მას რაღაცა ასე ვთქვათ ფესტივალის ფორმა და მოიყვანო ადამიანები და იმდენიც კი, რომელსაც არელი, ფაქტობრივად ესე გამოვიდა ზუსტად და შთამბეჭდავს ანახაობად აქციო. აი ეს კონცეფცია რას ეფუძნება, რომ აგვიხსნა და გითხრა ნატახტარი რატო შეირჩა, მე კი ვიცი, მაგრამ ესეც გაგვიმხილე და ის ამბებიც მოგვიყევი, მთელი თვის ამინდის პროგნოზს რო ჩახედე და აღმოჩნდა რომ სულ წვიმდა და რაღაცნაირად ზუსტად იმ დღეს რომ სამყარო წყალობა ასე ვთქვათ გამოაჩინა, გამოავლინა და მიუხედავად ნავარაუდები წვიმისა ფაქტობრივად იყო გადასარევი ამინდი. ვიდეო კადრები იყო საოცარი, რაღაცნაირად მართლა გეგონა რომ იყავი 64-ში ისეთი ფერები და გამა იყო. კი ბატონო, ცოტა შორიდან დავიწყებ. სიმართლე გითხრათ, წელს არ გეგმავდით, მართლა არ გვინდოდა ისევ ესეთი მასშტაბური რაღაც გაკეთებულიყო.
უბრალოდ ითამაშა ალბათ გარკვეული როლი იმან, რომ დაახლოებით ერთი თვით ადრე ჰოლანდიაში გახდით კიოკენჰოფში, ჩემს საყვარელ ბაღში, სადაც ეს ტიტების საოცარი ფესტივალი არის ხოლმე და იქიდან ყოველთვის მოხიბლული და მონუსხული მოვდივარ ხოლმე და რა მინდებს რომ გადავხედეთ ჩემს ბაღში იქიდან ჩამოსული რო შევედი შევხედე რომ ეს ჩემი ახალი გამოწერილი ზამბახები ამერიკული სელექციის ზამბახები კი აქვს ყველას ეს ღეროები მაგრამ რა ვიცი ამინდია სასწაული და იშლება თუ არ იშლება არ ვიცი ვიფიქრე რომ მოდი ჯანდაბას იქნებ დავაანონსო რომ იქნებ გამოგვივიდეს და აი ადგილზე მკითხეთ თქვენ უბრალოდ ჩემთან ნატახტარში არის საკმაოდ დიდი ტერიტორია 4000 კვადრატულ მეტრზეა საუბარი და ბაღში სათითაო და ეხა წელს შეიძლება გაუკვირდათ ვიღაცებს რომ ზამბახები არ იყო ბუჩქებად დიდ ბუჩქებად იმიტომ რომ შარშან დავყავი ესენი ყველა სადღაც ეხლა ამ წუთას არის 1200 ბუჩქი რომელიც მომავალ წელს რა თქმა უნდა მას ბევრად უფრო ესეთი ფესტივალური სანახაობა ექნება ესე ვთქვათ რა და როდესაც გოგოებს გავუზიარე კოლექციონერებს რომ მოდით იქნებ ხო არ გავაკეთოთ ნუ თქვით რომ გავაკეთოთ და იმდენად დიდი სხვაობა მიკროკლიმატებს შორის თბილისის და ნატახტრის რომ აი მთელი 2 კვირის განმავლობაში სულ ვიყავით აი მის მოლოდინში რომ აი გოგოები მეუბნებიან იცი რა ჩემთან უკვე აი ამან დაიყვავილა და ვაიმე იქ რო არაფერი არ დარჩეს და ამ დროს მე ველოდები რომ მერთო ჩემო საერთოდ აღარ ყვავიან ჩემთან და მთელი ამ ხნის მანძილზე ვაწუხებ ამ ChatGPT-ს და ვეკითხები რომ აი წვიმა მოსალოდნელი თუ გადავრჩებით და მთელი კვირა რო თქვათ იყო 50% წვიმა 60% და მაინც და მაინც კვირას ამ ანონსირებულ დღეს გვაქვს 100% წვიმა ну ჭკუიდან შევშალე გავარდის ლილოში ჩემმა მეგობარმა იყიდა ტენტები რომ იმ საგამოფენო სივრცესთვის გადაგვეფარებინა გადავეფარეთ და დათო იცი რა დაგვემართა ღამე ქარმა ისევ მოგვიგლიჯა ეს ყველაფერი და თავიდან მოგვიწია ეს ყველაფერი ასე რომ დილას როდესაც უკვე ვიცი რომ 9-ზე მოდიან გოგოები და გამზადებული უნდა მქონდეს მაგიდები და გამზადებული უნდა იყოს ყველაფერი და მათ შორის მოდის ტელევიზიაც და აღმოჩნდა რომ არაფერიც აღარ მაქვს და საბოლოო ჯამში სიტუაცია იყო როგორიც დავრბოდი იქ მაგიდა დადგით იქ ეს გაკეთე იქ ეს გაკეთე ის დავარცხნა ვერ მოვასარი მაკიაჟი ვერ გავიკეთე ნუ რაღაც სამაგიეროდ კი ბატონო შეიძლება მე არ გამოვიყურებოდი როგორც საჭირო იყო მაგრამ ფესტივალი იყო ულამაზესი ვინც კი მოდიოდა ყველას ჰქონდა როგორი შეგრძნება რომ აი ნამდვილად ზღაპარში მოხვდით სპეციალურად გავაკეთეთ დავტოვეთ სივრცე ეს იყო აი ბუნებრივი ჰაბიტატი რასაც ქვია რომ დავტოვე ველი სადაც იყო ეს გვირილები და ეს სამყურები და ბაიები გაფენილი და სამ სხვადასხვა ფერად ბიბინებდა ეს მინდორი პლუს ეს ზამბახებიც და აი მართლა ულამაზესი სივრცე გამოვიდა ბოდიშს გიხდით არ ვიქებთ მაგრამ იმდენად ინჟინერი ვიყავი რომ მეტი არ შეიძლება ესე იგი თქვენი კვალიც დატოვეთ ციფრულ სამყაროში აღმოჩნდა როდესაც სხვა ფესტივალებს ამ ტიპის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებზეა საუბარი ათვალიერებდით აღმოჩნდა რომ იმ ნიშნულოვან ასე ვთქვათ ჩამონათვალში ფესტივალების ხართ თქვენს უკვე კი ბატონო ეს იყო ჩემი ბუშინდელი აღმოჩენა და აი როგორი ის აღმოხდა იცით კიჟინა როცა აღმოვაჩინე რომ უბრალოდ ვეძებ რაღაცას მჭირდება შემდგომი ფესტივალისთვის და ჩავწერე ნუ აი ზამბახების ფესტივალი და სხვადასხვა ქალაქებში და უცებ აღმოჩნდა რომ ტოკიოს ფლორენციის კიდევ სხვა ქალაქების გვერდით ზამბახების ფესტივალი ნატახტარში თბილისი და თვალები ამხელა გამიხდა მეთქი რა ხდება რეალურად რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ რეალურად რაღაცა გავუტოლდით იმ ფესტივალებს ეს ნიშნავს რომ ჩვენი პატარა ციფრული კვალი დავტოვეთ აი ამ სამყაროში კიდევ ერთ სიახლეს გეტყვი დათო მეორე სიახლე არის ის რომ გუშინ წინ ვესაუბრე ჩვენი ხელოვნების სასახლის დირექტორს და მასთანაც გავაკეთე ერთი ესეთი აღმოჩენა რომ თურმე ხელოვნების სასახლეში არის ოთახი რომელსაც ჯერ კიდევ მისი აღმშენებლების დროიდან ჰქვია
მზეა ზამბახების ოთახი და მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ რომ აი რაღაც სხვანაირი კულტურული მემკვიდრეობის ფორმა მივცეთ აი ამას ყველაფერს და ასევე ჩვენი ზამბახომანები გვქვია ჩვენ მას დავარქვი მოკლედ ხო ზამბახომანების სახელით ხელოვნების ბაღს პაწაწინა ირიდარიუმსაც ვაჩუქებთ სადაც ჩვენს კულტურულ ჩვენს ეროვნულ მემკვიდრეობას დავტოვებთ ეს არის აი შედეგი რომელზეც გავედით და მე მგონია რომ ეს ძალიან კარგი შედეგია ახლა ეს აგვიხსენი ეს ზამბახები მხოლოდ წელიწადში ერთხელ ყვავის და მხოლოდ ამ დროს შეგვიძლია ვიხილოთ თუ შენი გეგმები შეიძლება უკავშირდებოდეს ასევე არაჩვეულებრივ და საოცრად ხავერდოვან შემოდგომას ჩვენს ქვეყანაში და შეიძლება რომ მსგავსი ტიპის თქვათ რაღაც აქტივობა განხორციელდეს საქმე იმაშია რომ დათო არის ესეთი რაღაც ზამბახების ხიბლი არის სწორედ იმაში მთელი წელი მუშაობ შრომობ დებ აი ამ შენს რაღაც საკმაოდ დიდ შრომას და მხოლოდ 2 კვირისთვის აკეთებ ამას ყველაფერს მაგრამ ის 2 კვირის მოლოდინი იმდენად დიდია და იმდენად საოცარია რომ რეალურად ღირს ამათ აქვე ვიტყვი რომ არსებობს რემონტატული ზამბახები რომლებიც ყვავიან ეხლა და ყვავიან შემოდგომაზე თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით არის და მათ სჭირდებათ სპეციალური დამოკიდებული არიან ძალიან ამინდზე რეალურად როგორი ამინდები იქნება მთელი წლის განმავლობაში რაც შეეხება არის კიდევ ჰოლანდიური ზამბახები, ეგრეთ წოდებული ბოლქვოვანი ზამბახები, რომელსაც სათაიგულედ იყენებენ. ის ზამბახები მე მინახავს ჰოლანდიაში ჩვეულებრივად იზრდება სათბურებში, თაიგულებში ნებისმიერ დროს არის, მაგრამ ის, რასაც ქვია წვერიანი ზამბახები, რაც ჩვენ გვაქვს, მხოლოდ ამ 2 კვირის, 2 კვირა არა, უფრო მეტი, შეიძლება 1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ იხილოთ და მერწმუნეთ ეს არის დავიწყარი სანახაობა არა მარტო თვალის ზეიმი, არამედ ყნოსვისთვისაც, იმიტომ რომ აი ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია ზამბახების სურნელი, ვერასოდეს დაივიწყებს და აქვე აღნიშნავ, რომ მსოფლიო პარფიუმერიაში ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტი მზადდება სწორედ ზამბახის ბოლქვისგან. საომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, აი მაგალითად ისეთ ადამიანებს რა გვეშველება, ვინც ვერ ვიყავით ფესტივალზე და ეს სილამაზე გვინდა რომ ვნახოთ. შენ კი აღებ კარს დილის 9 საათზე, მაგრამ კერძო საკუთრება ახლა დილის 9 საათზე რო დაგაკეთეთ. უბრალოდ საქმე რა შეიცით რომ ეს არ იქნებ ჩვენ ვაპირებთ რა თქმა უნდა რომ გავაგრძელოთ ეს ფესტივალები მე მინდა რომ ეს არ იყოს მხოლოდ საგამოფენო სივრცე მე მინდა რომ გარკვეულწილად საგანმანათლებლო დატვირთვაც მივცე ამ სივრცეს იქ არის ამისი საშუალება იმიტომ რომ ზამბახები ბევრად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ყვავილი და ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მათ ისტორიაში მე მინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცოდეს ეს და ბევრ ადამიანამდე მივიტანო ეს რეალურად რა ასე რომ მომავალ წელს გეპატიჟებით ეთილი მადლობა თამარ წარმატებები მინდა გისურვოთ ზამბახების ფესტივალის ორგანიზატორი თამარ ხონელიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში